ქურდობის ბრალდებით მილანში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. მათ 1500 ევროს პარფიუმერიისა და 200 ევროზე მეტი ღირებულების ალკოჰოლური სასმელების მოპარვას ედავებიან. იტალიური მედია წერს, რომ პოლიციამ გადამოწმების მიზნით რამდენიმე საეჭვო მანქანა გააჩერა. ქართველების ავტომობილში კი მოპარული პროდუქცია აღმოაჩინეს. ვინ შეიძლება გახდეს ნატოს წევრი, ამის შესახებ რუსეთს არც ხმის მიცემის და არც ვეტოს უფლება არ აქვს, ამბობს ნატოს გენერალური მდივანი. მარკ რუტეს განცხადებით ვაშინგტონის სამიტზე გადაწყვიტეს, რომ უკრაინის გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ შეუქცევადია. მისი განმარტებით, ჯერჯერობით ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. თეთრ სახლთან სროლის შედეგად დაჭრილი ორივე ჯარისკაცი გარდაიცვალა. ეროვნული გვარდიის წევრებს ვაშინგტონში ცეცხლი ამერიკის დროით დაახლოებით 15 საათზე გაუხსნეს. ამ დრომდე ოფიციალურად უცნობია, რას მოჰყვა სროლა. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი უცხოელია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან ჯოჯოხეთის ჯურღმულიდან შემოვიდა, განაცხადა ტრამპმა. ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 279 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამშენებლო კომპანიის 3 დირექტორი. გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლები სავარაუდოდ აალებად მასალებს იყენებდნენ. ხანძარს უმაღლესი მეხუთე დონე მიენიჭა, რომლის ჩაქრობასაც 800-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ამ დრომდე ცდილობს.